აუ ძალიან ისეთი იყო ცოცხალი, ბევრი სიახლე გავიგე ეს მოკლე დროში. ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ მათთვის შეიძლება უფასო პროგრამა იყოს, სადაც შეიძლება ჩაერთოს და ისწავლოს AI ტექნოლოგიები, ხო? მაგალითად, ამაზე თუ ინფორმაცია არ გავცვალეთ ერთმანეთში და ყველა ახალგაზრდას არ ქონდა ერთნაირი შესაძლებლობები, სამართლიანი არ იქნება. ცხოვრება საინტერესოა, უამრავი სიახლეა და ამის მიმღებლობის მომენტიც უნდა გქონდეს და აბსოლუტურად. ცვლილების გარეშე ვერც პიროვნულად განვითარდები და ვერც გარემოს ვერ შეცვლი, ხო? ამიტომ ცვლილებები თან ბუნებრივია და არ მგონია რომ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების. ზუსტად ეს არის რა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის ის დრაივი, ის ენერგია, რომელსაც ჩვენ გვაძლევს მუდმივად. რამდენამეს ვაკეთებთ, რამდენამეს ვწყობთ თავიდან, სწავლობთ თავისუფლებას. ყველა ქალი ძალიან ძლიერია. თანამედროვე ქალი არის ძალიან ძლიერი პერსონა იმისთვის, რომ რაღაც დამატებითი სტიკერები და რეგალიები მივაწევოთ, რა თანამედროვე ქალი არის ქალი, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც უნდა რომ იცხოვროს. ახალი რუბრიკა ქალები ლელის ფოკუსში დავიწყოთ, რადგან მარტის თვეა და ქალების თვეა. მე მგონი რომ სულ ჩვენი თვე უნდა იყოს, წელი იყოს, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად ხაზი მინდა გავუსვა იმ საოცარ ქალებს, რომლებიც არიან ჩვენს პოდკასტში, ჩვენს რუბრიკაში და ესე იგი ესეთი გამორჩეული ადამიანი, მეირი ბიწაძე. Welcome. მერჯობა, მადლობა. ესეთი ზოგადად შესავლისთვის და ძალიან მიხარია რომ მეც მოვიაზრები შენთვის ასეთ ქალებში. დიახაც. ესე იგი მე მუშაობს ახალგაზრდებთან. ძალიან ბევრს მუშაობს. მართალი გითხრათ, გონია რომ თვითონ მოყვეს ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი სიახლეს გვთავაზობს, სიახლეს მოგუყვება, რომელიც არ ვიცით, რომელსაც მეცადინეობ მე თვითონაც და მგონია რომ რაღაცა თანამედროვეობას, თანამედროვე ლექსიკას იქნება თუ პროფესიებზე იქნება თუ საერთოდ გამოწვევებზე, უფრო მეტად მოგუყვები შენ და დავიწყოთ. დავიწყოთ. აი რას ნიშნავს მუშაობ ახალგაზრდებთან? ვინ არიან ეს ადამიანები? ძირითადად მუშაობ მოწყვლადი კატეგორიის ახალგაზრდებთან, ქალებთან, ხანდაზმულებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სჭირდება ზოგადად ჩართულობა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ გარშემო ყველა მისთვის არსებულ სერვისზე კონდეს ხელმისაწვდომობა და რაღაცნაირად არ ჩამორჩეს პროცესებს, იყოს სამართლიანად ჩართული ყველა პროცესში, კონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ აქტივობებში, სერვისებში, პროგრამებში. რა არის ეს სერვისები რა არის? აი რას რითი ეხმარები მათ კონკრეტულად? ხო, ზოგადად ამ კითხვას ძალიან ხშირად ვეჯახები ხოლმე და მავიწყდება ხანდახან რომ არასამთავრობო სექტორიდან რომ მოვდივარ მე თვითონ სხვა ადამიანებთან ცოტა რაღაცა მარტივია რომ უფრო გასაგები ტერმინებით უნდა ვისაუბროთ. ზოგადად ახალგაზრდების გაძლიერებას შეიძლება ძალიან ბევრი კომპონენტი ქონდეს, ხო? მათ შორის მათი არაფორმალური განათლების მექანიზმებში ჩასვლა, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ივახსენე, ხო? მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და რას ვამბობ ამაში, მაგალითად ძალიან ბევრი სახელმწიფო სერვისია, თუნდაც დღის ცენტრების, თუნდაც დამატებითი განვითარებების უზრუნველყოფა, რომ ამ ადამიანებს ქონდეთ ინფორმაცია, რა სერვისები არის, რა შესაძლებლობები არის, რა პროგრამები არის მათთვის გარშემო და რაღაცნაირად მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ხშირად მე თვითონვე ვარ ხოლმე ის, ვინც სერვისს აწვდის, ასე ვთქვათ, როგორც ეძახიან და მე თვითონაც ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურად ვარ, ზოგადად ჩემი სფეროდან სპეციალობიდან გამომდინარე უფრო სოციალური მედია მარკეტინგის მნიშვნელობებზე ვატარებდი ხოლმე ძალიან ადრე ტრენინგებს. და ეს პრინციპში ითვლება ახალ პროფესიად, ანუ და ინტერესიც ალბათ ახალგაზრდებს აქვთ, ხო? ძალიან სხვა შორის ერთი პერიოდი რაღაცნაირი ერთიანი ბუმი იყო, რა სოციალური მარკეტინგი და მენეჯმენტი, ზოგადად კოპირაიტინგი, რაღაც ყველას ძალიან აინტერესებდა. დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საკმაოდ მაღალანაზღაურება და აინტერესება პროფესიაც არის, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ახალი, იმიტომ რომ ახალი პროფესიები დღეს ბაზარზე უფრო
მეტი არის, რომელიც ბევრად ნაკლებად ყურადღებას იპყრობს სხვა ადამიანების. კი, განსაკუთრებით ციფრულ მიმართულებაში და ეს ციფრულ გარდასვლას, რასაც ვეძახით ამ პროცესებში, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სამსახურები, თუნდაც AI, რომელსაც ყველა ვიყენებთ. ხელოვნური ინტელექტი და ის სერვისები, მაგალითად, ავტომატიზაციის პროცესები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესებს ქმნიან. რეალურად ერთი შეხედვით ვიღაცამ რო აგეხსნას, ძალიან მარტივია, რომ აი ერთ ინსტრუმენტს აკავშირებ მეორე ინსტრუმენტთან, რომ მიიღო რაღაც შედეგი, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა დასწავლა პროცესი და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომავლის პროფესიაც ეგ არის და განსაკუთრებით ქალებისთვის და როცა გაძლიერებაზე ვსაუბრობ ახალგაზრდებთან და ქალებთან, ეს არის ჩემი ფოკუსი, რომ იცით რა არის, მოდი ცოტა ციფრული მიმართულებით წავიდეთ, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ეს არის ღევანდელობა და ეს არის მომავალი, ხო? ციფრულ სამყაროში ვცხოვრობ. კი ბატონო. ციფრული პროფესიებიც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთანაც რომ მოდიან ხოლმე სტუდიაში არ მიყვარს ფოტო გადაღება, ეხლა ეგ მაგის დრო არ არის. ეხლა იმიტომ რომ ვართ ციფრულ სამყაროში და დღეს კომუნიკაცია გვაქვს ეკრანიდან ძალიან ხშირად და ფოტოებიც კიდევ აუცილებლად. იცი რა მაინტერესებს? რაც შეეხება, არ ვიცი რა არის მწვანე გადასვლა. Okay. იმიტომ რომ ეს თანამედროვე ტერმინები, თანამედროვე ის რომ აი მომიყევი უფრო ექსპერტი, უფრო ხარ მაგნატილში ვიდრე მე, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ნამდვილი სიახლეა ეს, იმიტომ რომ რა არის ეს მწვანე გარემო, რა არის ეს გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, რომელშიც თანაარსებობთ, ხო? რა არის ის პროფესიები, რომლის დაკარგვაც მათ შეიძლება მოიტანოს ამ გარდაქმნამ, ამ პირიქით ახალი პროფესიები შევძინოს, ანუ რაღაც ახალ რეალობაში ვერთვებით თითქოს, ხო? და ამაში ახალგაზრდები უფრო ხართ ჩართული, იმიტომ რომ თქვენთვის ეს არის ესეთი ბუნებრივი. ხო, თავისთავად მოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ პროცესებთან ერთად ვიზრდებით და ვითარდებთ და ალბათ ამიტომ მოდის უფრო ბუნებრივად, ჩემზე პატარა თაობასთან მithumetes უფრო ბუნებრივად და ძალიან ორგანული არის ეს ყველაფერი, შეიძლება მე დასწავლა მჭირდებოდეს, მათთვის ჩვეულებრივი დღის ეს რიგის ნაწილი. ხო, აი გადასვლებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი გადასვლა შეიძლება არსებობდეს და განვიხილოთ, მაგრამ ნუ ძირითადად საუბრობთ ხოლმე მწვანე გადასვლაზე, ციფრულ გადასვლაზე და სამართლიან გადასვლაზე, ხო? იდეურად სამეო სხვადასხვა არის, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არ ცხოვრობს, იმიტომ რომ მწვანე გადასვლის მთელი არსი ძალიან მარტივი ლექსიკით რო ვთქვა, არის გარემოს გაუმჯობესების და გაჯანსაღების ნაკლები დაბინძურების, გარემოზე ზედმეტი უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და პირიქით პოზიტიური და უფრო კლიმატმედეგობის გაზრდა, ხო? ის რომ ჩვენი გარემო იყოს ადაპტირებული კლიმატის ზოგადად პროცესებთან და ცვლილებებთან მიმართებაში ჩვენ თვითონ ვიყოთ ადაპტურები, ის ტექნოლოგიები და ზოგადად მეთოდოლოგიები, რასაც ვიყენებთ თუნდაც აგროკულტურაში, თუნდაც არ ვიცი ენერგეტიკის მიმართულებით, იყოს უფრო მწვანე. და როცა ვიძახით მწვანე, იყოს უფრო კლიმატმეგობრული, კლიმატმედეგი. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ პასუხისმგებლები, ხო? იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ და ყველა ვიღებთ ამაში მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ამას ყოფილს ვსწავლობთ, ამას ვუყურებთ. მაგალითად, ჩემმა შულმაც გუშინ გააკეთა რაც დავალება, მაგრამ ძალიან გამიკვირდა და მე ვთქვი, იქ ცოტა სხვა კურსითაც შეხედო, იმიტომ რომ მე გამახსენდა, რომ ბავშვები ძალიან ზრუნავენ ნაგვის ნაგავი იქნებათ. სეპარირება, რაც სხვა შორის ჩვენს კულტურაში ჯერჯერობით არ არის აქტიურად შემოსული, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, და ეგ საერთოდ და სადაც რას გამოვიყენებ. აბსოლუტურად. და არის ხოლმე რომ ხშირად მეც მაქვს ხო და სურვილი რომ ყოფილი სეპარირება, ან განსაკუთრება გავაკეთოთ, მაგრამ ამისათვის მხოლოდ შენი სურვილი არ არის, აქ კიდევ რაღაცა სხვა მილიონი რაცა. კი, გარემო უნდა გიქმნიდეს. აუცილებლად, კი. ხო, სხვა პოლიტიკებიც მაგაში და ზუსტად მანდ მოდის ეგ სამართლიანი გარდასვლის ნაწილიც, ხო? ციფრული გადაცვლა, რომ რაღაც ტექნოლოგიებსაც ფეხი უნდა ავუწყოთ და ჩახტოთ ამ პროცესში და სამართლიანი გარდასვლის არსიც ეგ არის, რომ პოლიტიკაც ისეთი უნდა იყოს, რომ ის ორი გადასვლა, რაც მწვანეა და ციფრულია, სამართლიანად ხდებოდეს, ხო? და აბსოლუტურად ყველა ადამიანს ერთნაირად კონდეს ჩართულობის შესაძლებლობა და ეს არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა პრინციპი რაც არის, ხო, გაეროს, რაზეც ძალიან დიდი მანდ მინდა რომ მან გავჩერდეთ, ანუ როგორ თქვი? არავინ დატოვა ყურადღების მიღმა. ოკეი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მგონი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის შენი თავის პოზიციონირება იმ ხრივ, რომ
მარტო არ ხარ, შენს ირგვლივ გარემოა, შენს ირგვლივ ეს ადამიანები არიან და შესაბამისად რაღაცნაირად მარტო შენთვის არ ფიქრობ, რაღაცა უფრო ბევრ რაღაცა გაქვს ჩართული, ბევრ რაღაც კომპონენტზე ფიქრობ, იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ავიღოთ ყველა მოქალაქე. აბსოლუტურად ყველას გვაქვს შინაგანი პასუხისმგებლობა, რომ თუ ვიღაცაზე რაღაცით მეტი მაქვს, მაგალითად, შემეძლოს მისი განაწილება იმისთვის, ვისაც ნაკლები აქვს. ეს არ არის მხოლოდ მატერიალურ ან ფინანსურ ნაწილზე, შეიძლება იყოს ზოგადად, არ ვიცი, უნარების მიმართულებით. ხო, ეჭირა მანდ რო გავჩერდეთ, აი მე დავუშვათ, რამდენად თანაბარია ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის, ანუ რამდენად დაცულები შეიძლება იყვნენ ახალგაზრდები ამ პირიქით, რომ მაგალითად მეტი თუ ჩადოთ ჩემმა რაღაცა მეტი გავაკეთე ვიღაც, მე უფრო მეტი მეკუთვნით. აი როგორ უნდა გადანაწილდეს ეს რაღაც ესეთი ზომიერად, რომ ყველა არავინ არ დარჩეს ყურადღების მიხედვით. ამ ყველაფერს ზოგადად როცა პრინციპზე ვსაუბრობთ, სამი ეტაპი გვაქვს რა, რომ აი გამოვიკვლიეთ, ხმა ვიმაღლეთ, გავაძლიეროთ და შესაბამისად უკვე მე პოლიტიკა დავნერგეთ და ამის მონიტორინგი ვაკეთეთ, ხო? სამი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია იდეაში, იმიტომ რომ თუ ახალგაზრდებს არ ექნებათ ერთნაირი შესაძლებლობები და არა ახალგაზრდებს დღეს არ აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული შენს შესაძლებლობებზე, შენს ეს background-ს რასაც ეძახიან, ხო? ეს იმ ისტორიაზე, რომელიც მოყვება, გარემო პირობებზე, რომელშიც ხარ, ინფორმაციის დონეზე. ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ მათთვის შეიძლება უფასო პროგრამა იყოს, სადაც შეიძლება ჩაერთოს და ისწავლოს AI ტექნოლოგიები, ხო? მაგალითად, ან შეუძლია წავიდეს და უფასოდ ისწავლოს პროფესიული რაღაც პროფესია მაგალითად, რაღაც ტრენინგებში ჩაერთოს. ამაზე თუ ინფორმაცია არ გავცვალეთ ერთმანეთში და ყველა ახალგაზრდას არ ქონდა ერთნაირი შესაძლებლობები, სამართლიანი არ იქნება. შესაბამისად, გადასვლაც არ იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ თუ მოწყვლადი ოჯახის ბავშვები დავტოვეთ ინფორმაციის გარეშე და რაღაც კონკრეტულ ჯგუფს მივაწოდეთ ინფორმაცია, არ ვთვლი რომ სამართლიანია. რაღაც პოზიტიური დისკრიმინაციის ამბავში შეიძლება იგებდნენ ადამიანები, რომ მოწყვლად ოჯახებს უფრო მეტად ვეხმარებით, მაგრამ თუ ეს თანაბარი ზღვარი არ ექნებათ მოწყვლად და რაღაც ნორმალურ პირობებში არსებულ ახალგაზრდებს, ბავშვებს, ქალებს, ნებისმიერ ადამიანს სამართლიანობაზე ცოტა მიჭირს საუბარი ამ შემთხვევაში. და პირველი ჩემი აზრით რაც არის აუცილებელი და რასაც ვაკეთებ მეც და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ახალგაზრდაც და არა ახალგაზრდაც ამ ქვეყანაში არის საჭიროებების გამოკვლევა რა ჭირდება ადამიანს კონკრეტულად და მისი ისე გაძლიერება რომ დანარჩენებთან ერთად რაღაც ერთ ხაზზე ვიყოთ ყველა და ერთნაირად გქონდეს შესაძლებელი. იცი რა, შენ თვითონ ხარ დევნილების ოჯახიდან, ხარ 27 წლის. და რა მოიტანა, საიდან მოვიდა ის ძალა, ის სურვილი, სად დაინახე ამის შესაძლებლობა შენ თვითონ, იმიტომ რომ დანახვიდან იწყება ყველაფერი. სად მოხდა ეს რაღაცა გარდამავალი მომენტი თუ გარდატეხვა, სადაც მიხვდი რომ შენ ხარ საჭირო. შენ ხარ საჭირო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რაღაცა დისკრიმინაციული ნაწილი შეიძლება იყოს, შეიძლება მოწყვლადი იყოს, უამრავი რაღაცა თემა იყოს, მაგრამ დაინახე რომ შენ შეგიძლია ამ ადამიანებს დაეხმარო. და ეს არ არის მხოლოდ ქალებზე, ეს არ არის მხოლოდ ბავშვებზე, ეს არის ზოგადად, მაგრამ აი სად მოხდა, როდის მოხდა ეს ამბავი? ესე ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაცა გარდამტეხის წერტილი მქონდა, რომ აი დღეს რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, შეიცვალა და არა, იქიდან უნდა დავიწყო. არ ვიცი, რაც თავი მახსოვს საკუთარი ხასიათი, ყოველთვის ეგეთი ვიყავი, რომ რაღაც ცოტა უფრო ჰუმანიტარული მიმართულებით ვიყავი ყოველთვის, რა რაღაც სხვების მხარდაჭერა და სხვების დახმარება მე თვითონ სიამოვნებს და მე თვითონ საკუთარი თავთან პასუხისმგებლობა მაქვს ის, რომ რაც შემიძლია სხვებისთვის უნდა გავაკეთო. კიდე და არის აფხაზეთიდან შესაბამისად ბებიისგან, ბაბუისგან, თვითონ მამისგანაც, ყველასგან მუდმივად ეს აფხაზეთი, დევნილობის საკითხები, ომის პროცესები, შემდგომი გაჭირვება არა მხოლოდ ოჯახების, ზოგადად ქვეყანაში მდგომარეობის, მუდმივად ჩემ ცხოვრების ესეთი თანდევი იყო, ეს არ იყო რაღაც 20 წლის ასაკში გავიგე რაღაც და ხო, მომწყვება. ამიტომ ცვლილებები არის შენი, ესე რომ ვთქვათ, ხასიათის დიდი ნაწილი. კი, გამოძახი.
ეგრე გამოვიდა კი და მე უკვე უნივერსიტეტის პერიოდში სტაჟირებას გავდიოდი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთში, რომელიც 30 წელია, მეტი უკვე 31 წელია კონფლიქტით დასახლებულ ადამიანებს ეხმარება და რეალური პროცესებში ჩემი ჩართვა დაიწყო იქიდან და სტაჟირება არ არის დღემდე აქვე. ეს პარტნიორობის მენეჯერი უკვე 6 წელია. 7 წელი დაიწყო. ხო, ნუ ჩემ ყოველდღიურობა არის და არც თვლი, საკუთრებას ვერ ვხედავ სხვა სფეროში. ანუ ჰუმანიტარი ვარ ბუნებითაც, ხარდაჭერა ჩემ მთელი არსია და ცვლილებები არის ის რაც გაძლევს ძალას და რაღაცა წინ მიდიხარ და უფრო მეტი, იმიტომ რომ ალბათ ეს ცვლილებები არის რაც ჩვენ ცხოვრებას საინტერესოდ ხდის, ხო? აბსოლუტურად. ცვლილების გარეშე ვერც პიროვნულად განვითარდები და ვერც გარემოს ვერ შეცვლი, ხო? ამიტომ ცვლილებები თან ბუნებრივია და არ მგონია რომ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების პირიქით, ძალიან საინტერესოა ცვლილებები. ახალი გამოწვევები. ცვლილებები არის რაღაცა სულ კომფორტის ზონაზე საუბრობთ ხოლმე. ხშირად მაგალითად ეს არის რა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის ის დრაივი, ის ენერგია, რომელსაც ჩვენ გვაძლევს მუდმივად. მე კომფორტის ზონაში საშინელი ადამიანი ვარ და ძალიან საშინელი ხასიათის მქონე, ძალიან მოსაწყენი ადამიანი ვარ და ხო, აი ეგ დრაივს რასაც ვეძახი. გამოწვევები და ეს ცვლილებები ძალიან мотивაციას მაძლევს და დიდი იმედი მაქვს რომ სხვა ადამიანებსაც ვეხმარებია. კი, რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი რაღაცნაირად აი ამის გადადება, რომ აი რა მაგარია, რომ შეიძლება შეცვალო რაღაცები, იმიტომ რომ ამის გემოცვლილების კიდევ უფრო მეტად გაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ რაღაცები უფრო გააკეთო და ერთხელ რომ გემოს გავუგებო მე რა ეჩერდები ზუსტად რა და ჩვენ პროფესიებში ეს აუცილებელი მგონია, რომ ცხოვრება საინტერესოა, უამრავი სიახლეა და ამის მიმღებლობის მომენტიც უნდა გქონდეს და აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკს, შეიძლება მართლა ვისწავლოთ ბევრად, მე მაგარ პირადად ხშირად ვსწავლობ ხოლმე ჩემზე პატარა კოლეგებისგან ბევრ რაღაცებს, იმიტომ რომ ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, რომელიც მათ მოყვებათ და რაღაცა DNK-ს დონეზე თითქოს. მე ამას ყოფილს ვსწავლობ და შესაბამისად ეს ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე მათ რჩევებს, ამ ურეკავ ხოლმე. ხო და ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდა კოლეგებს. და გადავიდეთ ახლა ესეთ კითხვაზე. როგორია თანამედროვე ქალი? შენი აზრით? შენ თანამედროვე ხარ. აი რომ ბაში როგორი ხარ შენ? როგორია თანამედროვე ქალი? არის ზოგადად მგონია რომ თანამედროვე ქალის დეფინიცია რაღაც ცოტა მახინჯად არის საზოგადოებაში, რომ ქალი უნდა იყოს რაღაც ძალიან დამოუკიდებელიც, თავის სამსახურით, პროფესიაც, დედაც, მეოჯახეც, ის ანუ ყველაფერი უნდა იყო და არსად არ უნდა ჩამორჩებოდე მეორე პოზიციას, ასე ვთქვათ რა. რამდენად მაგარიც ხარ სამსახურში, იმდენად მაგარი დედაც უნდა იყო, იმდენად მაგარი მეგობარიც უნდა იყო, ანუ ყველაფერი უნდა იყოს ასწავლე და გარემომ შეუქმნა განსაკუთრებით ძლიერ ქალებს ის დამოკიდებულებები, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ სუსტები, მაგალითად რაღაც კონტექსტში, ან არ აქვთ შესაძლებლობა იყვნენ აი ეს vulnerability-ს რასაც ვეძახით, რომ ამოსუნ თქვა შეეძლოთ ამ ქალებსაც რაღაც მომენტში ისინიც გაჩერდნენ დაასტოპონში, დაისვენონ და ამის გამო არავინ არ გაკიცხოს. რაც მგონია, რომ ერთი კატასტროფული უკიდურესობიდან მეორე კატასტროფულ უკიდურესობაში აღმოჩნდით თანამედროვეობაში და ეს შუალედი და ბალანსი თანამედროვე ქალებს არ აქვს და განსაკუთრებით აი ეს დამოუკიდებელ ქალებს არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, არ მიყვარს, არა? ხო, ნუ დამოუკიდებელ ძლიერ ქალებს, ყველა ქალი ძალიან ძლიერია. თანამედროვე ქალი არის ძალიან ძლიერი პერსონა იმისთვის, რომ რაღაც დამატებითი სტიკერები და ვიცი რეგალიები მივაწევოთ, რა თანამედროვე ქალი არის ქალი რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც უნდა რომ იცხოვროს. ყველანაირი რაღაც დამატებითი მიწევებული სტიკერების გარეშე და საზოგადოებისგან უაზრო მოლოდინების გარეშე. აქედან გავალზეთ ხარ გამართული უფრო თავაწეული. ხო, მართალი. არა, ეგრე არის, მართალი ხარ, რა, ნამდვილად მართალი ხარ და მომწონს ეგ ამბავი. კარგი და კიდევ ერთი ესეთი უცნაური კითხვა უნდა დაგისვა. შენ ახლა კი ხარ 27 წლის, მაგრამ აი 17 წლის რომ იყავი. რა რჩევას მიცემდი მას? ანუ შენს უკან
10 წლის წინ რა რჩევას მიცემდი შენ თავს? სხვა შეიძლება რაღაცებს და ძალიან ხშირად მიფიქრება რომ აი რამეს ხო არ შევცვლიდი რა რჩევას მიცემდი რაღაც, მაგრამ დღის ბოლოს აი ამ ფიქრების გაანალიზების მერე ყოველთვის ერთ რაღაც ხვდები და ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ყველა შეცდომა რაც დაუშვი იმისთვის, რომ დღეს აქ ყოფილიყავი და ესეთი ყოფილიყავი, იმიტომ რომ აი საერთოდ არაფერს არ ვიტყოდი. მაგარი გოგო ხარ, წადი, შენ იცი, ესე გააგრძელი და არაფერი არ შეცვალა. ეგ იქნებოდა ჩემს ჯი ნებისმიერ ასაკში საკუთარი თავისთვის. იმედია მერეც ესე იმედია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ რომ აუ ძალიან კაცი ისეთი იყო ცოცხალი, რა ბევრი სიახლე გავიგე ეს მოკლე დროში და ძალიან მაგარია ქალები. რამდენამეს ვაკეთებთ, რამდენამეს ვიწყებთ თავიდან. რამდენამეს ვიწყებთ ჩვენთვის სწავლობთ თავისუფლებას. ბევრამ ვსწავლობთ და ამას არ გვეზარება, მოკლედ და ესე ვაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა. აბა დროებით. მადლობა შენ, შევხვდებით აუცილებლად ძალიან ხშირად. შევხვდებით. კი ბატონო.